საქართველოს ევროპული გზა ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. კონფერენციას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა. როგორია ევროპელი დიპლომატების და პოლიტიკოსების პოზიცია, რამდენად დიდი შანსი აქვს საქართველოს ვილნიუსის სამიტზე. თეონა ბაკურიძე ისაუბრებს ახლა დეტალებით ბათუმიდან. თეონა გისმენთ. დიახ, მე შევეცდები მოკლედ გაგაცნოთ მთავარი გზავნილები, რაც ევროკომისარმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთეს. საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატება და მის მემკვიდრეობასთან გამკლავება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა. მისივე თქმით, მითია ის, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს. ევროპა ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს მას განსაკუთრებულ დამსახურებად. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მან განსაკუთრებული აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა დღეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაცია რთულად, თუმცა მაინც მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი ქვეყანა კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობს. ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, აგრეთვე ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რამდენიმე დღის წინ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს და მივახციეთ შეთანხმებას მთელ რიგ საკითხებზე. პირველი მითი, რომ საქართველოს წარმატების შანსები ვილნიუსში ძალიან დაბალია, რომ საქართველო აი ამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ აგრძელებს მის წინად განსაზღვრულ გზას, ევროპულ და დემოკრატიულ და რეფორმებზე ორიენტირებულ გზას. ეს ნამდვილეში არის მითი და საჭირო არის აი ამ მითის დანგრევა. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობას არ აქვს იმის ილუზია, რომ ევროკავშირის დახმარების გარეშე შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის ფორმატს, როგორც რუსეთთან თანამშრომლობის და მოლაპარაკების მექანიზმს. აღარ გავაგრძელებ ჩემს სიტყვას. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მიმართული საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარებასთან ერთად გამოვედით ინიციატივით რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების თაობაზე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი, რამაც საშუალება მოგცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურული კავშირების მიმართულებით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ამასთანავე, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების ხარდაჭერას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით. დღესვე იგეგმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. როგორც კოკოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხება მოსამართლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რადგან პირველი ინსტანციის მოსამართლეთა ფასები არ შეესაბამება რეალობას. კუბლაშვილმა პრემიერს უკვე წარუდგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღეს უკვე შეხვდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, მოსამართლეთა სოციალური პირობები იყოს მაქსიმალურად გაზრდილი, იმიტომ რომ მანამდე სულ ყოველთვის ხელფასები მოსამართლეების სოციალური გარანტიები იზრდებოდა, შემდეგ შეჩერდა ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, მაგრამ ეხლა დრო არის რომ უფრო გავაძლიეროთ. დღეს
სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. მან განაცხადა, რომ აუცილებელი არის სასამართლო სისტემაში მოხდეს სათანადო რეფორმა, იმისათვის რომ სასამართლო იყოს ნამდვილად თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. კონფერენცია გრძელდება, დღის ბოლოს დასრულდება, სადაც ძირითადად ვილნიუსის სამიტზე მოსამზადებელ პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ. მადლობა თეონა ბათუმიდან, ეს იყო თეონა ბაკურიძე.